არავინ არასდროს აღიქვამს სამყაროს ისე როგორც შენ. მოვლენებს ყველა განსხვავებული თვალით უყურებს, მაგრამ ვერავინ ხედავს ამას ისე როგორც შენ. შენ ყოველთვის შეგიძლია ყოველდღიურ რუტინაში იპოვო რაღაც გამორჩეული, ახალი და საინტერესო და შეგიძლია რომ შენ სფერად მეხსიერებაში ისინი სამუდამოდ აღბეჭდო. იმიტომ რომ თან ყოველთვის დაგაქვს მოგონებების იარაღი, პატარა ეკრანით და კიდევ უფრო პატარა ხილაკით. ის, რაც სხვებისთვის მობილური ტელეფონია, მაგრამ შენთვის მოვლენების ციფრული დღიური. ეს ალექსა ფციაურია, ფოტოგრაფი. ეს კი მისი ფოტოებია, ყველა მობილურით აქვს გადაღებული, თუმცა მანამდე იყო აპარატი და გამოცდილების 7 წელიწადი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცით ვინტერესდებოდი ხოლმე ძირითადად. თავიდან იყო პეიზაჟები, მერე პორტრეტები, მერე უკვე მოდაზე გადავედი საერთოდ, ანუ მერე სპორტსაც ვიგებდი. ესე ძირითადად რაღაც ჟანრი ჯერ არ ამირჩევია, რაც ძალიან ცუდია ფოტოგრაფისტვის, როცა არ იცის რა ჟანრს გაყვეს. ჟანრი თუ არა, ის მაინც იცის, რომ ამ ეტაპზე თავის საქმეს ბევრად კომფორტულად მობილურით აკეთებს. თუმცა დღეს აპარატი მაინც თან აქვს. ყველაზე მთავარი ახლა ეს არ არის. მთავარი ადგილის სწორად შერჩევა და მოდელია და ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირია. ერთმანეთს როგორც ხასიათით, ისე ფერებშიც უნდა შეეწყონ. აი ფოტო რომელი აპარატით უკეთესი გამოვა, ეს უკვე სხვა საკითხია. ფოტოაპარატის უპირატესობა ეხა აი ამ ფოტოში ჩანს. არის ფართე კუთხის ლინზით გადაღებული, მოდელი უფრო გრძელი ჩანს ამ შემთხვევაში, პროდუქტი უფრო კარგად ჩანს და აქცენტი უფრო არის გამოყოფილი მოდელზე და უკან არის მეტი სივრცე, ასე ვთქვათ რა. აი ამ ფოტოში ამის უპირატესობა ის არის, რომ აქვს მეტი შარპი, ანუ სიმკვეთრე, ფოკუსში არის ყველაფერი აბსოლუტურად. გაქვს საშუალება უცებ დაგჭირდეს შეხვიდე დაამუშავო სადღაც 2 წუთში და ატვირთო ეგრევე სოციალურ ქსელში, ну ამის უპირატესობა ეს არის ძირითადად. ეს ალექსას თვალით დანახული მეგობრების სივრცე და ფერებია. ასე მხოლოდ ის ხედავს, თუმცა ისიც იცის, რომ შენც გამორჩეულად აღიქვა მოვლენებს, ამიტომ შენთვის რჩევა აქვს. თუ თქვენ არ გაინტერესებთ და ძირითადად გეძვირებათ ფოტოაპარატის ყიდვა, რაღაც მისი თრევა გეზარებათ რაღაც, შეგიძლიათ უბრალოდ გქონდეთ კარგი მეკაპიქსელებიანი მობილური, გადაიგოთ ძალიან მარტივად, არ გჭირდებათ იცოდეთ რა არის დიაფრაგმა, ფოკუსი, არა ფოკუსი საჭიროა, ანუ არ გჭირდებათ რაღაც ელემენტარული ისე ცოდნა ფოტოგრაფიაში და ყველაფერი ხდება უფრო მარტივად, უფრო სწრაფად. ამუშავებ იქვე ფოტოს, ძალიან მარტივი პროგრამები არსებობს და ძალიან მაგრად ამუშავებ. დებ უცებ ინსტაგრამზე, ინსტაგრამი უკვე ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილი ხდება და ესეც გეხმარება მობილურ ფოტოგრაფიაში რაღაც განვითარებაში. კიდე გეხმარება კადრის სწრაფად დაჭერაში, თქვათ, სანამ შენ ფოტოაპარატს ამოიგებ, აწყობ განათებას რაღაც მობილურით აიგებ და უცებ იგებ კადრს. ეს კი ლუიზა ჩალათაშვილია, ფოტოგრაფი. ეს ფოტოები ლუიზას გადაღებულია. ყველა მობილურით. ტელეფონი მისი დღიურია, ლინზა კალამი, ფოტო კი ჩანახატი. მას შემდეგ, რაც ტელეფონით ფოტო გადაიღო, არც ერთი დღე გასულა ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე. ყოველდღე ვიღებ კი, ჩვეულებრივად, ანუ ფოტოგრაფიათაც არ აღვიქვამ, დღიურად აღვიქვამ რა. მგონია, რომ აი რასაც ვაკეთებ, მთლად მასე არა, მაგრამ აი მხატვრულად გადმოვცემ იმას ყოველდღიურად, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში რა, ესე ვთქვათ, ანუ წერის მაგივრად ეგეთი დღიური მაქვს მე. არქიტექტურა მიყვარს ძალიან, ხაზები, ფერებიც არ მიყვარს შავ-თეთრი და უფერო ფოტო. ქუჩაში საათობით სეირნობს, ახალ ადგილებს და შეუმჩნეველ დეტალებს ეძებს. ხალხმრავლობა არ უყვარს, ისინი ყოველთვის ეფარებიან შენობებს, თანაც ისე რომ ვერაფერს ამჩნევენ. მათი ბუნებრიობა რომ არ დაიკარგოს, ლუიზა ფოტოს ფერებს იშვიათად ადებს. ვამუშავებ ოღონდ არა ინსტაგრამის ფილტრებით, VSCO ჩემს ხმარობ უკვე 3 წელია და ფილტრი, საყვარელი ფილტრი თუ ფერი. ფილტრს თუ ვიტყვით F4-ს ხმარობ ყველაზე ხშირად, მაგრამ მაგასაც უკვე აღარ ისე აქტიურად და ფერი, რა ვიცი, ღია ვარდისფერი. ლუიზა ასე ხედავს იმ სახლებს, სადაც ვცხოვრობთ, იმ ქუჩებს, სადაც ვსეირნობთ და იმ ნივთებს, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ეს მხოლოდ მისი სამყაროა, თუმცა ისიც იცის, რომ შენს ფერად ნაჭუჭში ცხოვრობ, ამიტომ შენთვის რჩევა აქვს.
მაქსიმალურად მნიშვნელოვანი არის, რომ ბევრი გადაიღო. ეგ არის ყველაზე ბანალური რჩევა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში პრაქტიკაში მოდის გამოცდილება. ეცადონ რომ გადაიღონ დილით ან საღამოს, ოღონდ სანამ დაღამდება და მზე ჩავა, შუა დღე და მჭახემზე არ არის სასიამოვნო. გარდა მაგისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კამერა ვამოძრაოთ, ანუ აი შეიძლება გვიჭირავს ახლა მობილური და ვიღებთ და აი რაღაც არ მოგწონს, აი ყველა რაკურსიდან უნდა ვცადოთ, შეიძლება აქედან მივიდეთ, იქიდან მოვუაროთ, ავწიოთ, დავწიოთ და აი ხანდახან იმდენად სხვა შედეგს ვიღებ ხოლმე ამ ტელეფონის მოძრაობით, რომ მე თვითონ მიკვირს, რომ ერთი ადგილიდან აი ზევით, ქვევით კამერის აწევა-დაწევაც კი იმდენად სხვანაირ გამოსახულებას მაძლევს. შენი ცხოვრება ეს არის. ამ სამყაროში ცხოვრობ შენი მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, ემოციებითა და გადაწყვეტილებებით. ამ ყველაფერთან ერთად არსებობს საგანი, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი როგორც მობილურ ტელეფონს ისე იყენებს. აი შენ კი მასთან ერთად ისტორიას ქმნი, იმიტომ რომ აქ აღბეჭდილი ფოტო არასდროს არსად, არც ერთ შემთხვევაში დაიკარგება.